მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო ყველას, მინდა მადლობა გადაგიხადოთ არხის გამოწერისთვის, კომენტარებისთვის, განსაკუთრებული მადლობა ჩემო ძვირფასებო და მინდა გთხოვოთ, ვისაც არ გამოგიწერიათ არხი, გამოიწერეთ, გააქტიურეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოგხსნით ახალი ვიდეო და მინდა შემოგთავაზოთ ახლა ასეთი გაშლა, ჩაიფიქრეთ პიროვნება, კიდაც სასიყვარულო პარტნიორი, კიდაც ნებისმიერი პიროვნება და ვნახოთ ეს პიროვნება თქვენს მიმართ როგორ არის განწყობილი, რას გაჩვენებთ, ანუ რას ტრანსლირებს თქვენთან, როგორ განწყობას ტრანსლირებს, როგორ არის თქვენს მიმართ განწყობილი და რეალურად რას არ გაჩვენებთ, რეალურად როგორია მისი შეხედულება თქვენს მიმართ, მისი დამოკიდებულება, შეფასება თქვენზე, ხო? ანუ შესაძლებელია ადამიანი თქვენს მიმართ ტრანსლირებდეს, ვთქვათ, საქებარ სიტყვებს არ იშურებდეს და რეალურად სხვა გრძნობა ამოძრავებდეს, ხო? ან პირიქით თავს იკავებდეს რაიმეზე, მაგრამ რეალურად გულში სითბო და სიყვარული ჰქონდეს თქვენს მიმართ. ანუ ეს ერთგვარი რაღაც გადამოწმება იქნება პიროვნების, ვინც გაინტერესებთ, თქვენს მიმართ რეალური დამოკიდებულება როგორია ამ პიროვნების, რას გრძნობს თქვენს მიმართ, როგორ გხედავთ, რამდენად ძვირფასი ხართ მისთვის და ასე შემდეგ. ჩაიფიქრეთ სამი ვარიანტი, მე დავალაგებ არკანებს და შემდეგ გადავიდეთ. ესე იგი, პირველი ვარიანტი, მეორე და მესამე ვარიანტი. მაშასე პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრა, ამ პიროვნების ასე ვთქვათ, რას გაჩვენებთ რეალურად, რას გაჩვენებთ, ხო, რა დამოკიდებულებას გაჩვენებთ, როგორია ეს პიროვნება რეალურად თქვენს მიმართ, როგორ არის განწყობილი პირველი ვარიანტი, რას გაჩვენებთ და რეალური განწყობა მისი, რასაც გულში მალავს, ხო, როგორია რეალური განწყობა მისი, ეს პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი, რას გაჩვენებთ პიროვნება და რეალური განწყობა, დამოკიდებულება, როგორია ამ პიროვნების და მესამე ვარიანტი, რას გაჩვენებთ და რეალური განწყობა, დამოკიდებულება, როგორია ამ პიროვნების. ჩაიფიქრეთ, ჩემო ძვირფასებო, რიცხვი ან ქვები, მე გადავდებ მესამე და მეორე ვარიანტს გვერდით და ვნახოთ, დავტოვებ მხოლოდ პირველ ვარიანტს, ვინც მწვანე ქვა აირჩია, ვნახოთ ეს პიროვნება რას გაჩვენებთ, ხო, რას გაჩვენებთ, ვისაც დრო არ გმარად, დააპაუზეთ ჩემო ძვირფასებო და ვნახოთ, რას ტრანსლირებს, რას გაჩვენებთ ეს პიროვნება თქვენს მიმართ. მზის არკანი ამოვიდეთ, ჩემო ძვირფასებო, მე მინდა გითხრათ, რომ პიროვნება ვინც ჩაიფიქრეთ, ძალიან გულღია და რაღაც ისეთი თბილი დამოკიდებულებით არის, ხო, თქვენს მიმართ. თითქოს დიდ სითბოს, დიდ მზრუნველობას გამოხატავს თქვენს მიმართ და მაგრამ ამავე დროს ცოტა ბავშვური, ხო, ცოტა ეგოისტური დამოკიდებულება აქვს და მე მინდა გითხრათ პოზიტიური დამოკიდებულება, ხო, პოზიტიური, თითქოს ყველაფერს სიმართლეს გეუბნებათ, ყველაფერი რასაც ფიქრობს, ამბობს, აი ესეთი დამოკიდებულებით არის თქვენს მიმართ. ანუ ძალიან გულღია და ძალიან კარგი თბილი დამოკიდებულებით არის თქვენს მიმართ. შეიძლება მომენტებში იყოს რაღაც მისი მხრიდან რაღაც ბავშვური, ასე ვთქვათ, გამოხტომები, ბავშვური რაღაც ახირებები, ეგოისტური ცოტა, მაგრამ მთლიანობაში ეს პიროვნება ძალიან დიდ სითბოს გაჩვენებს თქვენ და ძალიან დიდ სითბოს გრძნობთ ამ პიროვნების მხრიდან, ხო, ყოველ შემთხვევაში ამას გაჩვენებთ, ხო, ანუ ძალიან ლაღი, ბუნებრივად რაც არის პიროვნება, თითქოს იმას გაჩვენებთ, ხო, ყველაფერს რომ აი გულღიათ აჩვენებს თავის გარშემოყოფებს. რეალურად ვნახოთ, ნუ არ ვიცი ხო, ვინ ჩაიფიქრეთ, შესაძლებელია ეს პიროვნება ძალიან ახლობელიც არის თქვენი, ძალიან ძვირფასიც არის თქვენთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ პიროვნების დამოკიდებულება თქვენს მიმართ არის ძალიან თბილი და პოზიტიური. მე აღარ გავაგრძელებ ძალიან ბევრს აღარ ვილაპარაკებ, რადგან ისედაც ნათელია და საჯარო გაშლა და დიდი გაშლა არ მინდა გამოვიდეს. ამიტომ ვნახოთ ახლა რეალურად ამას გაჩვენებთ, ხო? ანუ ესეთი დამოკიდებულებას, რომ თბილი, პოზიტიური, გულღია, ყველაფერს რომ აი რასაც ფიქრობს, იმას ამბობს და რეალურად ვნახოთ როგორია. თასის მეფე, რეალურადაც თასის მეფე, ეს არის პიროვნება, შეყვარებული პიროვნება, რომელთანაც შეგიძლიათ რომ ყველაფერი თქვათ გულთან მიიტანს, გვერდში დაგიდგებათ, რეალურადაც ეს პიროვნება, არ ვიცი, პარტნიორი ყავთ ჩაფიქრებული, მეგობარი თუ ვინ ყავთ ჩაფიქრებული, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ პიროვნება, ვინც ჩაიფიქრეთ, თქვენს მიმართ გულწრფელად არის განწყობილი, გრძნობებით არის განწყობილი და რომ იტყვიან, შეიძლება ითქვას, რომ ამ პიროვნებისგან ძალიან დიდ სითბოს გრძნობს და ყურადღებას და ერთი სიტყვით დადებითი ემოციები მოდის ამ პიროვნებისგან, რეალურადაც არ არის გულგრილი ეს პიროვნება თქვენს მიმართ, მინდა გითხრათ.
ვისთვის ვინ ჩაიფიქრეთ, ვინ ხართ ჩაფიქრებული, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, ერთი სიტყვით დადებითი განწყობით არის და ამას გამოხატავს და გაჩვენებთ კიდეც, ხო, გაჩვენებთ კიდეც. ესეთი იყო პირველი ვარიანტი, გამომეხმაურეთ, დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა თქვენთან, რამდენად დაემთხვა ეს აღწერა და ის დამოკიდებულება იმ პიროვნებასთან, ვინც ჩაიფიქრეთ. მადლობა და ნახვამდის პირველ ვარიანტს. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ვნახოთ თქვენი პიროვნება რას გაჩვენებთ. თქვენი პიროვნება, ნახეთ, სამიანი ხმალი ამოვიდა ჩემი ძვირფასებო. სამიანი ხმალი პიროვნება გაჩვენებთ იმას, რომ აი ძალიან გულნადგენია თქვენზე გულგატეხილია, შესაძლებელია არ ვიცი ამ პიროვნებასთან რაღაც ისეთი ურთიერთობა გქონდათ, რამაც რაღაც კვალი დატოვა ხო თქვენზე. ყოველ შემთხვევაში პიროვნება ძალიან ნაწყენით შეიძლება იყოს, რაც გულის ტკივილი გქონდეს, წყენა გქონდეს თქვენს მიმართ, იმიტომ რომ შესაძლებელია რაღაც უსიამოვნება მოგივიდათ, არ ვიცი, ვინ ყავთ ისევ ჩაფიქრებული, ამას გავიმეორებ კიდევ და კიდევ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. პიროვნება გაჩვენებთ, შეიძლება არც გაჩვენებდეთ, მაგრამ გულში წყენა აქვს ამ პიროვნებას, ანუ შესაძლებელია რაღაც კონფლიქტური სიტუაცია გქონდათ, შესაძლებელია რამე ისეთი თქვით ერთმანეთთან, რამაც ძალიან დიდი ჭრილობა და წყენა გამოიწვია თქვენ შორის, ყოველ შემთხვევისთვის შეიძლება ითქვას, რომ ეს პიროვნება, ვინც წარსულში გქონდათ ამ პიროვნებასთან უკვე გავლილი პერიოდია უკვე ხო, მაგრამ პიროვნებას დღემდე აქვს ის წყენა, რაც გქონდათ და რაც მის გულში ჯერ კიდევ არის. მოდი ვნახოთ რეალურად, ანუ ამას ფაქტია, რომ რაღაც ნაწყენია პიროვნება. ვნახოთ, ამას რეალურად გამოხატავს, არ გამოხატავს, სამიანი პენტაკლი. რეალურად შესაძლებელია ეს პიროვნება თქვენ სამუშაო ადგილსაც უკავშირებს, იქ სადაც მუშაობთ, ხო, სადაც დასაქმებული ხართ. ყოველ შემთხვევისთვის საჯარო გაშლა და შეიძლება იყოს ეს ვარიანტიც, რომ ჩაფიქრებული ყავთ კოლეგა, ხო, ზოგიერთს. ეს პიროვნება გაჩვენებთ იმას, რომ რეალურად, ანუ გაჩვენებთ იმას, რომ რაღაც ნაწყენია თქვენზე, თუმცა მზად არის რეალურად მისი დამოკიდებულება როგორია, ხო რა, მზად არის იმისთვის, რომ რაღაც გაარკვიოთ და შეთანხმდეთ და რაღაც დაილაპარაკოთ ყოველ შემთხვევაში და აი ეს წყენა, რომელიც შეიძლება თქვენ შორის არის, გაარკვიოთ, გაირკვეს და შესაძლებელია ამ მესამე ფაქტორიც იყოს ჩარეული, ჩემო ძვირფასებო, თქვენს ურთიერთობაში და მესამე ფაქტორიდან მომდინარეობდეს აი ეს წყენა და გულის ტკივილი, თუმცა ამ პიროვნებას მისი რეალური დამოკიდებულება, ხო, არის თანამშრომლობის დამოკიდებულება, თანამშრომლობით სურს ამ პიროვნებას, რომ თქვენთან გაიაროს ის, ვთქვათ, ილაპარაკოთ, ისაუბროთ იმაზე, რაც იყო თქვენ შორის და გაირკვეს, ხო, გაარკვიოს ერთი სიტყვით თავისი თქვენი ურთიერთობა, მოკლედ რომ ვთქვათ. მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც მუხანათური და რაღაც ზურგს უკან რაღაც ისეთი ბოროტის რახვები ამოძრავებდეს პიროვნებას შესაძლებელია ურთიერთობაში გაქვთ რაღაც გულისკენ ამ პიროვნებას, ამით ჩაიფიქრეთ, მაგრამ პიროვნება რეალურად მზად არის იმისთვის, რომ დასხდეთ და დაილაპარაკოთ და გაარკვიოთ ერთი სიტყვით, აი ესეთია მისი რეალური დამოკიდებულება თქვენს მიმართ, ანუ მზად არის თანამშრომლობისთვის, მზად არის კომუნიკაციისთვის, მზად არის იმისთვის, რომ რაღაც თუ დაუშვა შეცდომა, თქვათ გამოასწოროს, ხო, მიიღოს რაღაც რჩევები, ან თქვენ გაგიწიოთ რაღაც თქვენ დახმარება რაიმე საკითხში, მოკლედ ერთი სიტყვით პიროვნება მზად არის მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გულისკენა აქვს და გაქვთ ურთიერთობაში, შეიძლება არ ვიცი რომელ მხარეს, მაგრამ მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, აქ არის გულისკენა, თუმცა არის ასევე მზაობა იმის, რომ რაღაც კომუნიკაციის გზით რაღაც გადაწყდეს და გადაიჭრეს რაღაც პრობლემა, რა გაუგებრობაც არის თქვენ შორის, ჩემო ძვირფასებო. აი ასეთი იყო მეორე ვარიანტი, ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ, რომელი ვარიანტი აირჩიეთ და ვინც მეორე ვარიანტი აირჩია, რამდენად რეზონირდა თქვენთან მეორე ვარიანტი. შესაძლებელია თქვენ გაქვთ, მისი დამოკიდებულება არის ის, რომ მეორე ვარიანტზე ვაგრძელებ, რომ სურვილი რომ გაირკვეს, თუ თქვენი მზაობაც იქნება ამისთვის, ხო? აი ესეთია მისი დამოკიდებულება, რეალური თანამშრომლობის სურვილი აქვს და კვლავ ურთიერთობის ერთი სიტყვით. მესამე ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, ჩემო ძვირფასებო, ვნახოთ. რას ტრანსლირებს პიროვნება, ორიანი კვერთხი ამოვიდა, რაღაც არჩევანის ზღვარზეა ეს პიროვნება,
ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტია როგორ მოიქცეს თქვენთან მიმართებაში, რაღაცა გაკვირდებათ შეიძლება ითქვას, დამკვირვებლის ასე ვთქვათ როლი აქვს მორგებული ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში, აკვირდება სიტუაციას, თქვენ გაკვირდებათ შორიდან, ვერ ვიტყვი, შესაძლებელია, არ ვიცი, ამ პიროვნებას ძალიან აინტერესებთ. მესამე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრა, შესაძლებელია ეს თქვენთვის ზოგიერთისთვის ხო იყოს ნაცნობი, რომელიც არ არის დიდი ხანია, რაც იცნობთ და ურთიერთობა გაქვთ, ხო? ანუ პიროვნებას აქვს მორგებული რაღაც დამკვირვებლის და ჯერჯერობით ნაბიჯს არ დგავს, უბრალოდ შორიდან გაკვირდებათ და კი, აი პაჟი ამოვიდა ხმლის დამკვირვებლის როლი აქვს მორგებული პიროვნებას და ინტერესით შესაძლებელია რაღაც ძალიან ბევრი თუ გაქვთ კომუნიკაცია და ანუ ისეთი პიროვნება გაქვთ ჩაფიქრებული, რომელთანაც გაქვთ კომუნიკაცია, შესაძლებელია ძალიან ბევრი კითხვა სვამს, ძალიან ბევრი რამე აინტერესებს თქვენი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ფარულადაც ძალიან ბევრი რამეს იძიებდეს თქვენზე, ხო? თქვენს გამხატავდეს ინტერესს და რაღაც ინფორმაციებს და შორიდან გადევნებდეთ ერთი სიტყვით თვალს. ვნახოთ მისი რეალური ასე ვთქვათ დამოკიდებულება როგორია. ყოველ შემთხვევაში ეს პიროვნება გაჩვენებთ თავის დაინტერესებას. თუ ცხადად არა ფარულად ანუ ფარული შეიძლება მას თქვენს ვერც კი ამჩნევდეთ, ხომ შესაძლებელია სოციალურ ქსელშიაც კი გადევნებდეთ თვალს. არც ეს არ არის გამორიცხული ზოგიერთთან, ამიტომ ნახოთ ახლა რეალურად რას ტრანსლირებს. ინტერესი აქვს ამ პიროვნებას თქვენი, ეს ცალსახა და ნახოთ რეალურად მისი ნახეთ რვიანი კვერთხი ამოვიდა. ძალიან დიდი სურვილი აქვს ამ პიროვნებას რეალურად თქვენთან კომუნიკაციის და სწრაფი კომუნიკაციის, რაც შეიძლება მეტი ვთქვათ ხშირ ანუ რეალურად გამოხატავს ეს პიროვნება კი ბატონო, ინტერესი აქვს თქვენი და სურვილი იმის, რომ ხშირი კომუნიკაცია გქონდეთ, ძალიან ისწრაფის თქვენსკენ. შესაძლებელია ეს მესიჯებით, რაღაც ზარებით ინტერესდება და კითხულობთ, ანუ სურვილი აქვს ერთი სიტყვით კომუნიკაციის თქვენთან. შესაძლებელია მესამე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, ეს პიროვნება იყოს ისეთი პიროვნება, რომელთანაც არ გაქვთ ძალიან ისეთი მჭიდრო ღრმა ურთიერთობა, ხო? ანუ შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს ნაცნობი, რომელთანაც არ აქვს დიდი ხნია ურთიერთობა, ერთი სიტყვით ახალი გაცნობილი პიროვნება ვთქვათ, ხო? ანუ რომელიც რაღაც ინტერესს იჩენს თქვენს მიმართ და აქვს სურვილი კომუნიკაციის, სწრაფად განვითარება, რომ გქონდეს რაღაც ურთიერთობა და ასეთი სურვილს გამოხატავს რეალურადაც. შესაძლებელია იცნობთ, მაგრამ უბრალოდ არ არის დიდი ხნის ნაცნობი და ზოგიერთად ყოველ შემთხვევაში თუ დიდი ხნის ნაცნობია, ვინც ჩაიფიქრა მესამე ვარიანტი, შესაძლებელია მისი დამოკიდებულება იყოს, როგორ იცით, ეჭვის თვალით გიყურებდეთ და ეჭვის თვალით გიყურებდეთ რაღაც საკითხებში ცოტა ესეთი დამკვირვებლის როლი ჰქონდეს მორგებული და რეალურად აინტერესებდეს ძალიან ბევრი რამ ინფორმაცია თქვენზე. აი ეს შემიძლია რომ გითხრათ და შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი, არ ვიცი, არ აქვს ახლა იმას მნიშვნელობა, დიდი ხნის ნაცნობია თუ ახალი გაცნობილი, ყოველ შემთხვევაში კომუნიკაციის რეალურად მისი სურვილი და დამოკიდებულება არის ის, რომ პიროვნებას სურს თქვენთან კომუნიკაცია, შემოგვიფასებო. აი ასეთი იყო მესამე ვარიანტი და ზოგადად ეს გაშლა. დამიწერეთ კომენტარებში, რომელი ვარიანტი აირჩიეთ, რამდენად რეზონირდა თქვენთან. დამიტოვეთ კომენტარი, მე მადლობას მოგახსენებთ ყურებისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და გამოწერისთვის და ვისაც არ გამოგიწერეთ, შეგახსენებთ გამოიწერეთ არხი. მადლობა და ნახვამდის.